მოგესალმებით მეგობრებო, კვლავ დიდი ხანია არ მინახიხართ ლაივში. ჩემი ხმა კი გესმით ხოლმე, მაგრამ ეხლა მინდა ერთი ამბავი მოგახსენოთ, რომელიც ისევ და ისევ ჩვენს ძალიან მაგარ ქრისტიანულ სარწმუნოებას ამხელს რა. ეხლა ვარ წყნეთის გზაზე დედა ანასთან, აი აქ, აი ამ ადგილზე, გეცნობათ ალბათ ხო? ხო და საინტერესო რაღაც მინდა მოგიყვეთ რა. ესე იგი დედა ანასთან მივედი და პირველად ნახე რომ იქ არის თურმე საათები. შაბათ-კვირის გარდა 7 საათიდან 12 საათამდე დედა ანა, რა ვიცი, ხალხს იღებს. არ ვიცი გულმა მიკარნახა რომ ეხლა აი აქ ჩვენ ყოველდღიურად დავდივართ გზაზე, თითქმის ბავშვები დაგვყავს და გულმა მიკარნახა რომ მოდი ადი რა დედა ანასთან. მოვატრიალებინა ჩემს მეუღლეს მანქანა და ავედი დედა ანასთან და დავხვდა ასეთი ვითარება. დედა ანა ზის შიგნით თავის კელიაში თუ რაც ქვია მაგას ოთახში, ბიუროში და არც დამინახავს როგორც ჩანს სკვრილი უჭირავს ხელში და მასთან იდგა ქალბატონი, არ ვიცი ესე ძალიან მაგარი იმაში ჩაცმული. კაბა ეცვა რაღაცა ტიპობდა და ლაივში ლაპარაკობდნენ. ხო და დავუცადე სანამ ესენი მორჩებოდნენ საუბარს და ბოლოს ვეუბნები გამოიხედა ამ ქალბატონმა რომ ისო რა ქვია რა ხდებაო. რომელი საათიაო რა, საათს დახედეს. ხო მეთქი, ნუ გზაზე ვიყავით მეთქი და გულმა მიგრძნო რომ აქ შემოსულიყავე მეთქი და იქნებ დედა ანას გავესაუბროთ ხო რა. ქალბატონმა ამხედა ჩამხედა და მიუტრიალდა დედა ანას და ეუბნება ასეთ რაღაცას. შენთან არიანო. ვინ არისო იმან ალბათ იკითხა რა და აი რაღაცა ის გიჟიო რა, ის გიჟიო, ჩემზე თქვეს. ხო და მე დედა ანასგან ესეთი არ ვიცი დედა ანამ რაც უპასუხა ეხლა ვერ გავიგე ზუსტად, მაგრამ როგორც ჩანს ეხლა ფსკვნილი უჭირავს ხელში და თავის ლოცვებს კითხულობსო. საათებზე მოდითო რა, ანუ იმ საათებზე, რომელი საათებიც იქ უწერია თავის ბიუროში, როდის იღებს ხალხს რომ განკურნოს. ხო და კაი მეთქი, კაი. შევედი ეკლესიაში, ჩამოვედით და იქვე მორჩილი იყო თუ ვინც იყო, მონა ნაძვებს რწყავდა და მივაძახე ესეთი რამ რა. სირიაში მეთქი ქრისტიანებს ლოცავენ და ჩვენ აქ 60-ს ვაშენებთ თქო? როგორი გინდათ ისეთი გიჟი მიძახეთ, როგორიც გინდათ ისეთი გიჟი მიძახეთ და ვისურვებ აი აქედან თხოვ მამაზე ციერს, რომ ჩემნაირი გიჟები ბევრი უმრავლოს აი ამ ქვეყანას რა. აი მაშინ დადგება სოფლიო მასშტაბით 64 და მაშინ დაიწყება მეორედ მოსვლა. იცოდეთ რა. ადამიანი, რომელიც სამკურნალოდ იღებს ხალხს, აწესებს საათებს, აწესებს, ირჩევს გიჟი მოვა თუ არა გიჟი და იმის მიხედვით ირჩევს ხალხს, ესეთი ადამიანის განკურნების რა ვთქვა მე. ნუ ეს რომ სატანას ემსახურება ეხლა ხომ უკვე ყველაფერი ნათელია, იმიტომ რომ აქ მახსოვს რამდენი წლის წინ ვიყავი დაახლოებით, ალბათ 25 წლის წინ ვიყავი. როცა ფულს თუ არ დატოვებდა ხალხი მიაძახებდა ხოლმე რა, რომ ფული საწავიდაო, გესმის? ხო და ასეთი დედა ანები კიდე ღმერთმა გვაშოროს ამ ქვეყნიდან. ხვდებით? ანუ ის ვისაც კურნავს, მინდა გითხრათ რომ ის ადამიანები თავისი რწმენის ძალით იკურნებიან და ეს ადამიანი რომელიც უბრალოდ აი ღმერთმა მოუგზავნა სტუმარი ხო? დაადგა თავზე სტუმარი. და ფსკვნილი უჭირავს ხელში და თურმე ამ სტუმარს არ იღებს, იმიტომ რომ ფსკვნილი უჭირავს და ლოცულობს. იცით რა არის ლოცვა მეგობრებო? ლოცვა არის, როდესაც ღმერთს ცოცხლად ესაუბრები და როდესაც ცოცხალი ადამიანი მოვა სტუმრად, სტუმარ მასპინძლობა ისწავლეთ მეთქი. ამ საქართველოში 60 ქულო ეკლესიაში შესულმა ჯოჯოებმა,
სტუმარ მასპინძლობა ისწავლეთ მეთქი. ამას მოვითხოვ და გიჟი ვარ თურმე ამისათვის. მერე ისიც ისწავლეთ მეთქი რომ ქრისტიანის მხარში უნდა დაუდგეს და ისიც ისწავლეთ რომ ქრისტეს სიტყვას მოусმინოთ მეთქი. და ქრისტეს სიტყვა არის ის რომ ეკლესიაში ვაჭრობა არ მიმდინარეობდეს მეთქი. ხო და ასეთი გიჟები ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ეხლა მე რასაც ვაჟღერებ რა. ხო, ლევანი ხმალაძე ამბობს ყველანი გიჟები ვართო. ღმერთმა გვამრავლოს ასეთი გიჟები და ესეთი მევახშეები, რომელიც საათს აწესებენ იმისათვის, რომ ადამიანები ვითომ განკურნონ და მე იმაში ფული აიღონ, ღმერთმა გვაშოროს. სწრაფად გვაშოროს. ხო და აქედან ვაგზავნი მამაზე ციერთან დიდ თხოვნას, რომ უფალო გადმოგხვედე, ესად ვართ. ჩვენ ქვეყანაში ვითომ არის ყველაფერი წყნარად, ეკლესიებში ვწყავთ ნაძვებს, მონარჩილები აგერთ განან და ემსახურებენ ეკლესიას და სირიაში, სადაც დღეში 300 ადამიანს ხოცავენ ქრისტიანებს, ქრისტეს სახელით, იმას ვითომც არაფერი, ვითომც დღეს არ ხდება ეს, ვითომ სადღაცა იქ პირველ საუკუნეში ქრისტეს დროს ხდება ეს. დედა თამარი როა ინვალიდის კალიასკაში ის ყავს ნანახი, ის არ მყავს ნანახი, მაგრამ მყავს ვიდეოში ნანახი, რომელმაც გაიმეორა იგივე, რაც მე გავიმეორე და პატრიარქს რომ ივადექი და 4 დღეში ჩემს ვიდეოს 700,000 ნახვა ქონდა ხალხი, 700,000 ნახვა თითქმის არის იმაზე მეტი ვიდრე ქართველ მოსახლეები საერთოდ დავრჩით საქართველოში. ეგონა რომ მეც გამომეხმაურებიანო და მიადგა მეორე თვეში ის თამარიც და რაღაცებს ყვიროდნენ. მე გეტყვით ერთ რამეს რა. სადაც ღმერთია, იქ იგრძნობა ღმერთის ხელი. და აი ამ მოჩვენებით ეკლესიებში მჯდარ ვითომ მკურნალ ხალხს, უпроსტოდ ეკლესიებში მოჩვენებით ვითომ მკურნალ ხალხს, ხომ? გონია თავი რომ ის ძალიან მაგარ რაღაცას აკეთებს. როცა სტუმრად მოვა ადამიანი იქნება რა უჭის, იქნება გიჟად შერაცხულად, ხო, გიჟად შერაცხულად ადამიანს არ მიიღებს. არა, ეხლა ჩემი საათები ჯერ არ არის, კაცო, ფსკვნილი მიჭირავს ხელში და ლოცულობ. ღმერთმა სხვა არაფერი გაკეთებინოს გარდა ლოცვისა, ასეთ ადამიანებს მიუძვნით ჩემს სურვილს. ახლა გემშვიდობებით მეგობრებო, გაკოცეთ ბევრი.